დღეს ფულიშოვნა მარტივია? კი, 15000 ლარი რო კონდეს ყველას, ფიქრობ რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ აუთვისებელი არის ყველა ნიშა აბსოლუტურად, რაც კი შეიძლება რომ მომგებიანი იყოს რა. როგორ ვიპოვოთ მილიონიანი ბიზნეს პროდუქტი? კონკურენციას უნდა ვერიდოთ ჭირივით, რამდენი კონკურენტის არის ბაზარზე, იმდენი ნაკლებ მომგებიანია ბაზარი რა. თუ ჩემ პრობლემას მოვაგვარებ, გარანტია შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი უნიკალური არ ვარ და მილიონი ადამიანი არის იგივე პრობლემით, რაც მე მოვიგვარე რა. და მათ შევთავაზებ იგივე პრობლემის მოგვარებას, მათი ფულის სანაცვლოდ. წაიგარი და ეგ რა. იესე პატიაშვილი, წარმატებული მეწარმე და ისეთი პოპულარული ქართული ბრენდების დამფუძნებელი, როგორებიცაა ოიში სუში, სნექი, ტოსტი და ფიტროგი. არაფერი რო არ გაქვს და ეგრე დაიწყო საქმიანობა, ანუ ეგ მაინტერესებდა თუ იყო შესაძლებელი. პროდუქტი უფრო მთავარია ხოლმე თუ მარკეტინგი? ნული მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს, მარკეტინგი არ არსებობს. პროდუქტი არის შენი მარკეტინგი რა, ანუ შენს პროდუქტს რო გაყიდი და მოხმარებელს მოეწონება რა, ანუ მაგას კარგი მარკეტინგი არ არსებობს. შენი აზრით, მეგობრებთან ერთად უნდა დაიწყო ბიზნესი თუ არ უნდა დაიწყო? ანუ უნდა დაიწყო რა და ბოლოს დაგრჩება ის მეგობრები, რომლებიც იცი რომ გამოგათქებიან. ბიზნესი არ აფუჭებს, უბრალოდ აშკარავებს. დისციპლინას როგორ ინარჩუნებ? ალტერნატივა რა არის, რომ ანუ ის უფულოთ და სევდიანი. ეხლა რომ რაღაცა მეზარება, მაგის შედეგი იმდენად ნათლად ვიცი რომ არის გრძელვადიან პერიოდში უბედურება, ანუ იმის მეშინია რეალურად რა და მაგითო მაიზულებს რომ ეს გავაკეთებ რა. შენი აზრით 2026-ში რა იქნება აი ჩიტ კოდი ბიზნესში წარმატების მიღწევს? მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში სამ ეპიზოდს დავიწყებ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რომ ალაიქებთ ვიდეოებს, ასევე გამოწერილი გაქვთ არხი და მოკლედ ეს ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს. ასევე მინდა გითხრათ, რომ YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, რომ ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 61%-ს ჯერ მაინც არ აქვს ეს არხი გამოწერილი. ამიტომ დიდი თხოვნა მაქვს შეამოწმოთ კიდევ ერთხელ და გამოიწეროთ. მადლობა და დავიწყოთ. იესე, პირველ რიგში მადლობა რომ მესტუმრე და მინდა ეპიზოდი დავიწყო ეგეთი კითხვით, რომ შენ შესახებ, როცა შემხვდა რაღაც ვიდეოები სოციალურ ქსელებში და როცა პირველად ამომიგდო რაღაცა, იმდენად დამაინტერესა, რომ შენს ყველა ვიდეოს უყურე თითქმის რა და მანდ რო გადავხედე, ძალიან ბევრი საინტერესო რჩევები გაქვს გამოცდილება ბიზნესის შესახებ რა და რა მაინტერესებს, აი რა არის შენი მიზანი ამ სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოების დადების და აი ყველა ერთად რო შეაჯამო რა და მითხრა აი მთავარი ღირებულება რისი მოცემა გინდა მოკლედ მაგ ვიდეოების და ვისთვის არის ეს ყველაფერი? კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. მიზანი, სიმართლე გითხრა არ მიფიქრე ამ მიზანზე, უბრალოდ რაც ვისწავლეთ ამ წლების განმავლობაში რა, მაგის გასაგებიანით გაზიარება მინდოდა იმ ხალხისთვის, ვინც ფაქტობრივად მილიონლარიან ბიზნესებზე ზის, ეხლა თვითონ ვერ ხვდებიან რა. ანუ თავარი სირთულე დღევანდელ რეალობაში ის რომ დაიჯეროს ხალხმა რამდენად მარტივი არის კომპანიის დაწყება ან საქმიანობის დაწყება, რომელიც სოლიდურ შემოსავალს დაგიტოვებს, ხა არ გულისხმობ რომ მილიონერი გახდეს პირველ წელს, მაგრამ ისე რა, ანუ 15000 ლარი რო კონდეს ყველას, ფიქრობ რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ აუთვისებელი არის ყველა ნიშა აბსოლუტურად, რაც კი შეიძლება რომ მომგებიანი იყოს რა. ჩვენი განვითარებადი ქვეყნის პლუსი ეგ არის. გასაგებია. და შენ შესახებ იცი რა მაინტერესებს? სანამ აი საერთოდ ამ ბიზნეს სამყაროში მოხვდებოდი, რა იყო შენი გზა, რაზე სწავლობდი, რაზე ოცნებობდი, რა გინდოდა გამختარიყავი, აი საით მიდიოდი? ნუ ის ვიცოდი რომ სტანდარტულ სამსახურში არ ვიმუშავებდი არასდროს ყოველ შემთხვევაში რა და ანუ ჩემი დროზე მინდოდა სრული კონტროლი და ყოველ შემთხვევაში იმის გაკეთება რო არ დამჭირებოდა რაც არ მინდოდა და ეხლა რას ვაკეთებ იდეაში 16 საათი შეიძლება ვიმუშაო დღეში, მაგრამ ის აღარ არის მუშაობა და აღარ აგიქვება რა, უფრო თამაში დაგიქმება და უფრო ისე რომ შენ რაც გინდა შენ დროს რო გავუკეთო იმას აკეთებ რა და მთელი აზრი იყო რომ თავისუფალი ყოფილიყავე და თავისთავად რომ ფულიც მქონოდა, იმიტომ რომ ფულის თავისუფლების საშუალება არის რა, ის ცალკე არ ვიცი რაში გამოიყენა, მაგრამ თუ რამის გაკეთება არ გინდა, შეგიძლია რომ არ გააკეთო, თუ ფული გაქვს რა. მთელი აზრი ეგ იყო. პლუს სასარგებლო პროდუქტი რა, ეხა აი მარტივად რომ სასარგებლო პროდუქტი გაგუკეთებინა. ეხლა რამოდენიმე მილიონი თუ აქვს ვინმეს და თლეშავს ბიზნესში, ნუ გასაგებია ხო, ისეც შეიძლება მაგით ბიზნესის გაკეთება, მაგრამ არაფერი რო არ გაქვს და ეგრე დაიწყო საქმიანობა, ანუ ეგ მაინტერესებდა თუ იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ თუ ფული გაქვს და ეგრე იწყებს, ძალიან დიდი ცდუნება არის რომ ყველაფერში ფული დახარჯო რა, პრობლემაც გაჩნდება და თუ ფული არ გაქვს, გაიძულებს რომ კრეატიული გადაჭრის გზები მოიფიქრო, რაც უფასო არის უმეტეს შემთხვევაში რა, მაგრამ ფული რო ქონდეს უეჭველი ფულს დახარჯავდი რა და აი ლიმიტირებული რესურსებით რო წარმატებული საქმიანობები და სასარგებლო პროდუქტები შექმნათ, ეგ არის ჩემი მიზანი. და ეგეთ დროს შეგეთი პირველი ბიზნესი რა იყო შენთვის? ოიში სუში.
და როგორ დაიწყე? ანუ ამ ხელკობა ჩემ განმოსახედიდან ეხლა რომ შევხედო, ძალიან მაგარი კომპანია არის და მანდ როგორ შეძელი თითქმის ნულიდან, ხო? მე არ ვიყავი, მე და ჩემი პარტნიორები ვიყავით პირობითად. მანამდე ქონდა VR თამაშების ჭიხური ის პოინტი, ეგეც კარგად მუშაობდა, მაგრამ ხა ის განსაკუთრებული არაფერი VR თამაშების ჭიხურია ბოლო-ბოლო და გვერდზე სუში სტენდი იყო. და მუდმივად ყავდა მომხმარებლები და მუდმივად ყიდიდნენ რაღაც 3-4 ლარის პროდუქცია ერთ პატარა სტენდიდან და ნუ მეთქი რა დაგვაინტერესა ამ თემამ და ისე აღმოჩნდა რომ პარტნიორის და ძმაკაცის მამა იყო ჩამოსული პეტერბურგიდან და იქ იყო 10 წელი შეფი და სუშს აკეთებდა, მაგრამ შესაძლებლობა ჰქონდა ასევე რომ თბილისის მოლში პატარა ჯიხური აგვეყო, რომ დაგვეტესტა და შევკარით რა ყველაფერში დაახლოებით 8000 ლარი დაგვიჭდა. მოვიძიეთ ის ჯიხური სხვათა შორის სადაც გავხსენით ეგ სტენდი, მანამდე უკვე იყო ეგ სუში სტენდი მაგ ადგილას ზუსტად და არ იმუშავა და ნუ წავიდა და იგივე ტიპი მოვძებნეთ, ვიყიდეთ იგივე სტენდი, ჩავდგით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, როლების კეთება, მიწოდება, ან ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, სანამ შემოვიდო და ის თანხა დასასქეილებლად რო აგვეყანა თანამშრომლები. მერე შევამჩნიეთ, რომ სუბზე რაც შეთავაზება გვედო სეტი 32 ლარად იყიდებოდა იმდენი, რომ ვერ აუდიოდით რა გაყიდვებს. და ვიფიქრე რომ რაღა სუბზე გაიყიდოს, მაგრამ ჩვენ გავყიდოთ ეს სეტები. და 32 ლარად დავიწყეთ 60 პერსონაჟზე სუში სეტების გაყიდვა. ამან იმდენი გაყიდვები მოგცა, ნუ შედარებით ნაკლები კი რჩებოდა, მაგრამ ბევრს ვყიდით, ანუ 3 როლი იყო და 3 როლი და 3 მაკი. ბევრ ერთეულს ერთად რო ყიდი, იმის მიუხედავად რომ იაფად ყიდი, მაინც გააქვს რა, ანუ მაგ შესაძლებლობა, ანუ იტანს ხარჯებს, მიწოდების ხარჯს, გაყიდვის ხარჯს და დღეში ერთი 100, 200, მე 300, 400-ის გაგვიყიდია. ამით შევძელით რომ გაგვეხსნა ახალი ფილიალები ამაღლებაზე, აბაშიძეზე, ნუ ყას ბევრგან ქონდა მოკლედ. თავისთავად რაღაც ინვესტიცია საჭიროებდა პერიოდულად, მაგრამ რაღაც სიგიჟე არაფერი ძირითადად cash-flow-დან და scale-და რა. აჰა, გასაგებია. იცი რა მაინტერესებს, შენს ვიდეოებში ხშირად ხედავ ხოლმე აი ფრაზას რომ აი როგორ ვიპოვოთ მილიონიანი ბიზნეს პროდუქტი ან ასე შემდეგ რა. რა მაინტერესებს ეხა დიდალბათობით შეიძლება გვიყურებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც აი არ აქვს შემოსავალი, ჯერ არიან სტუდენტები და უნდათ რომ აი დაიწყონ რაღაცა ბიზნესი, რომელიც გაუჩენს რაღაც შემოსავალს. აი რა უნდა გავაკეთო, მაშინ როცა შემოსავალი არ მაქვს საერთოდ, მაქვს ჯიბეში 0 ლარი, როგორ უნდა დავიწყო ბიზნესი და როგორ გავხდე ასე ვთქვათ ფინანსურად დამოუკიდებელი ესეთ დროს. 0 ლარი, ნუ $5 თუ გაქვთ, ან $2 Facebook-ზე უშვებთ რეკლამას, რას ვამბობ, ანუ თუ 2 ან $5 მივიღეთ ერთი $5 დავხარჯეთ, მივიღეთ 5-10 მონაწერი. და მონაწერი გვიჯდება, ანუ საშუალოდ 50 ცენტიდან $1-მდე, ანუ რამდენ 50 ცენტს ან $1-ს დავხარჯავთ, იმდენი ადამიანი მოგწერს რა და მე საშუალოდ პროდუქტს გააჩნია 2 მოწერილიდან ან 3 მოწერილიდან 1 იყიდება, ანუ სტატისტიკა არის რა. და თუ ესეთი შედეგი მივიღეთ, $5 დავხარჯეთ და 5-10 მონაწერი მივიღეთ Facebook-ზე, კი, ნუ სხვა განაც იგივე არის პრინციპი, რომ სიმარტივისთვის Facebook-ს ვამბობ რა, ანუ გამოდის, რომ ხვალვე შეგვიძლია დავიწყოთ ამ პროდუქტის გაყიდვა მომგებიანად რა. ნუ პირობითად თუ პროდუქტი რაღაც, არ ვიცი, 25 ლარი ღირს, ჩვენ გვიჯდება წარმოება სადაც 13 ლარი და გაყიდვა გვიჯდება 1-2-3 ლარი, ან უკვე იმას ნიშნავს, რომ ანუ რამდენ 2-3 ლარსაც დავხარჯავთ, იმდენ ცალ ერთეულს გავყიდით და რავი მოგება რამდენი გვჭირდება, თითოდან 8 ლარი დაგვრჩეს და მოგება 7 ლარი. უკვე სკეილი გვიბალანსებს, შეგვიძლია 20 ლარი გავყიდოთ, 30, რამდენ 2-3 ლარსაც დავხარჯავთ, იმდენ ცალ პროდუქტს გავყიდით. დილით გავუშვებთ რეკლამას, შუადღეს შემოვა შეკვეთა, საღამოს მივიტანთ, ფული შემოგვიგვა, მეორე დღეს ჩავატრიალებთ, ვაკეთებთ იგივეს. აი გარი და ეგ რა. თუ ფული არ გვაქვს მაგაზეც, აი ვიდეოებს რო ვდებ. თეთრი არ დამიხარჯავს, უბრალოდ გადავიღებ ერთწუთიან ვიდეოს, რილსად დავდებ და ხალხი ნახულობს. ეგ არის და ეგ რამც უფრო მეტ ვიდეოს გადაიღებ, უფრო მეტი ხალხი ნახავს, ანუ აქ არ გჭირდება არაფერი რა და ბევრი მეთოდი არსებობს. კარგი. და აი ხა მინდა რომ აი ნაბიჯ გავყვეთ, აი მე სიტყვაზე აი დავჯექი და მინდა ბიზნესის დაწყება. აი როგორ ავარჩიო პროდუქტი, რასაც სიტყვაზე დავტესტავ მაგ $5, აი როგორ ვიპოვო ეგ პროდუქტები, მე პროდუქტს რო ვიპოვი, რა უნდა გავაკეთო, ზუსტი აი ნაბიჯები რომ აი ერთ დღეს აი შეგვიძლია ვთქვათ რომ აი თვეში აი წელად 15,000 ლარი რო ქონდესო, ყველასო კარგი იქნებაო, რა აი რა უნდა გავაკეთო რომ აი ერთ თვეში შევძლო 15,000 ლარი შოვნა. ანუ ერთ თვეში რა, ანუ ყოველთვიური შემოსავალი
მოსავალი რომ გქონდეს. აი რაღაც სურათი და რუკასავით რომ დავხატოთ შენი გამოცდილებით, აი რაც აქამდე გაიარე, აი როგორ შეაჯამებდი და როგორ გაიuliდი მოკლედ ამ გზას რა. იგივე რაც თქვი, აი დავიწყეთ პირობითად ტოსტის არაქის ნუ სნეკის შემდეგ დავუშვათ დამკვიდრებული იყო სნეკი უკვე ბაზარზე დავიწყეთ ტოსტის გაყიდვები. გავუშვი რეკლამა თავიდან 19 ლარად რომ მომისინჯა price point როგორ ყიდი და ეს კონკრეტული 19 ლარიანი და დაგვიჟდა მოწერა 60 ცენტი რა. ანუ გამოდის რომ მაშინვე მივხვდი რომ იყიდება პროდუქტი რა. ერთ ჩამოვიტანით დანადგარები. ნუ დანადგარები არ არის ხა ამ შემთხვევაში საჭირო, როდესაც პირველად ვიწყებთ აი სნეკის შემთხვევაში უბრალოდ ბლენდერი ვიყიდეთ რა 600 ლარად. არაქის კარაქს დასამზადებლად მარტო გჭირდა ბლენდერი მოხალული არაქის და ეს ხელის ბლენდერით ვაკეთებდით რა. ეს რეკლამა პირობითად დავუშვათ $5 დავიწყეთ, გავყიდეთ პირობითად რა ვიცი 3 ერთეული პროდუქტი, თითოდან დაგვრჩა ერთი 10 ლარი, შემდეგ 30 ლარის მოგებაში გავედით ხო? ანუ მეორე დღეს ეს 30 ლარი დავუმატეთ რეკლამას, ან $5 მაგირვად გახდა უკვე რავი პირობითად რავი $15 ვთქვათ რა, სიმარტივისთვის. $15 უკვე რავი სამჯერ მეტი პროდუქტი გაყიდა ხო? ეს მოგებაც ხო დაგვრჩა როგორც წინა დღეს, ეს მეორე დღეს დავუმატეთ რეკლამას, გავზარდეთ ბიუჯეტი რა. და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ შემოსული მოგებიდან ვზრდით ბიუჯეტს და უკვე აი ლიმიტს რომ მივახცევთ, რომ იმის იქით გაზრდას არა აქვს, აზრი ხშირ შემთხვევაში $300, $300-დან $500-მდე არის დღეში. საქართველოში რა, მეტს ვეღარ ხარჯავს ეფექტურად რა. და ის ლიმიტამდე რომ ავალთ $300-მდე, ეგ არის მე ვეძებ სხვა გაყიდვების არხებს, ინფლუენსერებთან თანამშრომლობთ, SEO-ს ვაკეთებ. ანუ ძირითადად რომ დაისტარტოს და ტრამპლინი რო კონდეს რომ სწრაფად დავიწყოთ, ყველაზე ოპტიმალური არის Facebook-ი რა. და ისე როგორ ჯობია ხოლმე, ანუ მე სიტყვაზე დავიწყო ისეთი პროდუქტით, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია თუ ისეთი პროდუქტით, რომელიც უკვე ბაზარზეა, ვიცი რომ მოთხოვნა არის, ვიღაცები ყიდულობენ და მაგ პროდუქტში შევიდე. არა, ანუ კონკურენციას უნდა ვერიდოთ ჭირივით რა, იმიტომ რომ რამდენი კონკურენცია, სუმაგას ვამბობ, რამდენი კონკურენტის არის ბაზარზე, იმდენად ნაკლებ მომგებიანია ბაზარი რა. და პროდუქტსაც შეეხება როგორ უნდა არჩიო, ანუ შენი პრობლემა, ან რამე უპირატესობა უნდა კონდეს რა, ახლა მაგ პროდუქტს რო ანაწარმოებ, ან ანალიტიკური, ან ქცევითი, ან ინფორმაცია, ან რაღაცა უნდა იცოდე, რაც ხვება არ იციან, რაღაც უფრო მაგრა უნდა ოპერირებდე ვიდრე სხვები, ან აი არსებულ ინფორმაციას უფრო კარგად უნდა ანალიზებდე ვიდრე სხვები და ეხა თუ რომელი მე გვაქვს, ოკეი, მაგრამ თუ არ გვაქვს და შევდივართ ბაზარზე, ანუ რა არის ჩვენი უპირატესობა, როგორ უნდა მოვუგოთ დამკვიდრებულ კომპანიებს, რომელთაც ეკონომიკის რაოდენობის ეკონომიკა აქვთ, ანუ IAP უჩნდებათ ბევრად, იმიტომ რომ მასიურად აწარმოებენ რა და დამკვიდრებული ბრენდი აქვთ, ანუ უპირატესობა რა არის, ეგ არის კითხვა რა და ძირითადად შემთხვევაში უპირატესობა არის ხოლმე, როდესაც შენ პრობლემას აგვარებ რა, ეხლა მაგალითად მე არაქის კარაქი გავაკეთე, იმიტომ რომ მე მოვიხმარდი და ნერვი მეშლებოდა უაზრო ძვირი რო იყო რა, გირებზეც მე გავბრაზდი, ანუ ჩემთვის მინდოდა რა და რო ნახე რომ ძვირი იყო 200 ლარი ღირს და 20 ლარი უნდა ღირდეს, მაგას ნერვები მომეშალა, მე გავაკეთე და ანუ პირად პრობლემას რო აგვარებ და შენ თვითონ ხარ მაგ პროდუქტის მომხმარებელი, ანუ იცი ზუსტად როგორ უნდა შესთავაზო მომხმარებელს, იმიტომ რომ იცი შენ როგორ გინდა რომ შემოგთავაზონ იგივე პროდუქტი, როგორი უნდა იყოს რეალურად, რომ მაღალი ხარისხის დაარქვა, რომ რელევანტურ პრობლემებს აგვარებდეს და პლუს ეხა ყველა საქმიანობის შემთხვევაში რაღაც პერიოდი დგება, რომ ნეტა არ გამეკეთებინა ამის დედაც, იმიტომ რომ რთულია რა, ახლა რაღაც 3-4 ჯერ ეგ პერიოდი დადგება, რომ ხელის შექმნება მოგინდება ნებისმიერ შემთხვევაში რა და დაკავშირებული რო ხარ ემოციურად ამ პროდუქტთან და საქმიანობასთან, იმიტომ რომ შენი ეგ ძალას გაძლევს რა და აღარ ფიქრობ მაგაზე. თუ არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ ფულისთვის აკეთებ, ნებისმიერ შემთხვევაში დაიკიდებს რა ადამიანს. მეგობრებო, სანამ ეპიზოდის ყურებას გააგრძელებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის მოკლედ ძალიან დიდი მიზნები აქვს და ძალიან დიდი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე რადგან ვართ დამწყებები და ჯერ ბევრი სპონსორი არ გვყავს, გავაკეთე დონაციის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ხარი დაუჭიროთ ეპიზოდებს, თუ გინდათ რომ უფრო ხშირად გამოდიოდეს და მოკლედ კიდევ უფრო გავიზარდოთ. ფიქრობ, რომ თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, რომ ეს ეპიზოდები ვაქციოთ კიდევ უფრო უკეთესებად და კიდევ უფრო პროდუქტიულებად. ახლა ბევრს აღარ მოგაცდენთ და გავაგრძელოთ ეპიზოდის ყურება. როდესაც აი არაქისის პროდუქტზე მივხვდი, რომ აი მაგას შენ იყენებდი და შეგეძლო სიტყვაზე გაიკეთებინა, აი ეგ თავიდან სირთულისგანაც არ გიტოვებ და იმაზე, რომ აი ეხა იქ დანადგარები უნდა ვიყიდო, იქ ის ხარჯია ისე და ანუ რაღაც აი ნებისმიერ ბიზნეს დასაწყისის დროს ხო, აი ჩემს იმიტომ კვდება ბევრი ბიზნეს იდეა, რომ უამრავი სირთულე ეხატება ადამიანის გონებაში და შენს თავში ეგ სირთულე საერთოდ არ დახატულა, ეგრევე გაიქანი და დაიწყე თუ ანუ სირთულეები რაც იხატება არის მცდარი და სხვა სირთულეები დგება ხოლმე რეალურად რა, ანუ რაც წინასწარ შეიძლება რომ ივარაუდო ყოველთვის არის მცდარი და დიდ მაგაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რა გამოცდილებით ვიცით რომ ამნიც უნდა იფიქრო, თუ არ დატესტე აზრი არის, შეიძლება ეგრეა, შეიძლება არ არის ეგრე და ხტყვილა ფიქრს და მაგაზე ენერგიის ხარჯვას, იგივე აი $5 რომ
გავტესტეთ, მუშაობს. კაი, შემდეგი ეტაპი რა არის? ბლენდერი არის. აი 600 ლარად ვიყიდეთ, რა მაქსიმუმ რა შეიძლება მოხდეს, არის მუშაობს 600 ლარი დავკარგოთ, ნუ კაი, ავიდან ჯანდაბას. 600 ლარით შევაგროვეთ უკვე კაპიტალი, ოკეი, კაპიტალი გვაქვს, რა შეგვიძლია მაქსიმუმ მოგებიდან დავაფინანსეთ, ზრდა ხო, რა შეიძლება მოხდეს, მაქსიმუმ დანადგარი დაგვშეს, ეხლა რო არ იმუშაოს და ეგრე რა აღარ კარგა უკვე არაფერს, ანუ თუ არ ჩადე თავიდან ინვესტიცია და მოგებიდან აფართოვე ბიზნეს, დიახ, პრობლემაც არ არის, რა სირთულეების, რაც არ უნდა გესახოს, დასაკარგიც არ გაქვს არაფერი და რა, ნელ-ნელა ნაბიჯ მივყვები რა. სწრაფი ფულის გჯერა ბიზნესში, აი მაგალითად აი ტრენდები რო წამოიწყება ხოლმე რო რაღაცა მაგას ვამბობ ტრენდების ეხლა დავდე ერთი ნახევარი საათის წინ ვიდეო რო ანუ ტრენდი კლავს ბიზნესი, ანუ არა ბაი აზრობრივად ტრენდი იმას ნიშნავს, რომ ბევრმა თუ იცის, უამრავი ადამიანი იწყებს მაგ საქმიანობას, გამოდის, რომ თუ ჩვენს დავიწყეთ, უამრავი კონკურენცია გვხდება რა. პირველი ორი ადამიანი, ვინც თავიდან შევიდა მაგ ნიშაში და მოასწრო გაზრდა და დამკვიდრება, ეგენი რჩებიან და არჩენი, ვინც 10,000-ობით ადამიანი, ვინც მერე შევიდა, ეგენი კოტრდებიან და რაც რჩებათ მოგება, იმ პირველ 2-3 ადამიანს რჩება რა, მარტივად. და ტრენდის მიზანი ხო თავიდანვე ის არის, რომ უბრალოდ ფული იშოვო და არა გრძელვადიანად ბიზნესი დაიწყო და როგორც ფულის შოვის მაგრამ ტრენდი რა არის ხა შანსი, რომ ჩვენ რო გავიგეთ ტრენდზე ის ადამიანი ვარ, იმ რა ის რამდენიმე ადამიანი ვარ, ვინც თავიდან გაიგო მაგეში და ტრენდი რო არის, უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველა მიცის რა. ტრენდი უკვე დაგვიანებული ხო. თავიდან თუ გავიგეთ ტრენდიც აღარ გამოდის, იმიტომ რომ ცოტა ადამიანმა იცის რა. გასაგებია და თვითონ ბიზნესში ყველაზე მაგარი უნარი შენი აზრით რა არის? ბიზნესში არ ვიცი, ბიზნესად ვერ აღვიქვა ეგრე, უბრალოდ აი როგორ გითხრა, აი საქმიანობა, პროდუქტის შექმნა, უფრო ეგრე ბიზნესი უფრო მასე მოგებაზე ორიენტირებული არის და ჩვენ პროდუქტზე ორიენტირებული ვართ და მაგას მოყვება თავისთავად მოგება რა, განსხვავებულ რამეზე ხარ რა. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაითვალისწინო ეხლა თვითღირებულება და ასე შემდეგ, უბრალოდ თუ ფინანსურ მეტრიკებზე კონცენტრირდები, вообще სხვა რაღაცებს აოპტიმიზირებ რა და თუ პროდუქტზე კონცენტრირდები, ყველაფერი მოყვება რა, მაგას თუ მომხმარებელს მოსწონს შენი პროდუქტი, დანარჩენი არაფრის ცოდნა აღარ სჭირდება რა. და მიზანი არის, რაც შეიძლება მეც მოაწონო და მეტი გაყიდო რა და თუ თვითღირებულება ისე გაქვს დასმული, რომ ყოველზე რაღაც რჩება, მოგება, ის თავის თავს მიხედავს რა. დიდად მაგ მხრივ არ მოშვები რა ქვია, ფიქრობ, არ ვართულებ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის რა ქვია, ავი რომ ის საკუთარი სისხლის გემო უნდა მოგწონდეს ვამბობ მე რაღაც ეგეთი ვარიანტი რა, რომ ცოტა მაზოხისტი უნდა იყო ან თუ არ ხარ, მარტივად უნდა შეგეძლოს რა, იმის გაშვება, იმ სირთულეების და ეხლა რომ დღეს რო გონია რომ თავდება სოფლიო და ბოლო დღე არის, ხვალ ვაფშე სხვანაირად ფიქრობ რა, ან ზოგიერთი რთული სიტუაციები არის, გონია რომ всё გამოსავალი აღარ არის. მე მეორე დღეს რო თენდება, თორმე ყოფილა რა და ეგ არის რომ ძალიან სერიოზულად არ მეიყო, როგორც არ უნდა გეგონოს კონკრეტულ სიტუაციაში, ეგრე კარგად არ არის არასდროს ყველაფერი და ეგრე ცუდად არ არის არასდროს არაფერი, როგორც გონია. და შენ ეხა რასაც გიყურებს, სულ რაღაც საქმეებში ხარ, სულ რაღაც საკეთებ და აი რეალურად აი ცხოვრებას, აი მეგობრებთან შეხვედრა ესა მაგ ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსი გაქვს დაჭერილი თუ როგორ ახერხებ ამ ყველას? ბალანსი რა ხა ისეც რაც მომწონს, ისეც ვაკეთებ ხა მეგობრებს ნახულობ, ვარჯიშობ, რაღაც ვკითხულ, არაფერი ისე უბრალოდ რამე გრაფიკი გაქვს მაგალითად თუ ჩვეულებრივად მიყვები? არა, როგორც აი მთელი აზრიც ეგ როდეს რა მომიდებოდა ის გამეკეთებინა და ეგეთი ის მაქვს რა მუშაობის სტილი რა. ყოველდღიურად თუ რაღაც კონკრეტული არის, ხო გეგმავ, მაგრამ ისე ყოველდღე ახალი პრობლემები არის, რაც გაუთვლელი არის და შესაბამისად რომ დაგეგმო მაინც გერევან დანადგარი გაფუჭდება ან Facebook-ის რეკლამაზე არის რაღაც კაკან რაღაც დაუგეგმავი რა. როცა ბიზნეს ვიწყებ, აი ხშირი სირთულე ის არის ხოლმე, რომ აი გაერკვე იურიდიულ საკითხებში რეგისტრაციები და შეგიძლია აი თავარი მნიშვნელოვანი ნაწილი მითხრა, როცა ბიზნესის ასე ვთქვათ რეგისტრაციასთან მიდგება საქმე, რა უნდა ვიცოდე ეგეთ დროს, რა უნდა გავითვალისწინო და რა მოლოდინები უნდა მქონდეს. ფერი მაქრო ძალიან მარტივი არის, ერთი პირადობა დაგჭირდება და 200 ლარი რა, ან იუსტიციაში დაარეგისტრებ ან ინდმეწარმეს ან შეპესეს ინდმეწარმეზე მინუსი ის არის, რომ რამე პირადი ქონებით აგებს პასუხს თუ რამე არის შეპესე მხოლოდ შეპესის აქტივებით რა და ძირითადად შეპესეს ვარეგისტრირებთ ხოლმე ერთ დღეში რეგისტრირდება
არაფერი განსაკუთრებული 10 წუთში არეგისტრირებენ განცხადებას და ეგ არის რა მზად არის ბანკის ანგარიშიც ავტომატურად იხსნება, გადასცემენ და მზად არის ფუნქციონირების. რაც უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ ანუ მე არის პრობლემა სამ თვეში რომ დღიგეზე დგები რა, ანუ პირველ თვეს იმდენი გადასახადი მოდის და იმდენად დაბალი არის დღიგეს ხوارი, რომ ეგ კლავს ხოლმე ბიზნესებს, თორე დაწყება უმარტივესი არის, ანუ მე რომ გააგრძელო საქმიანობა თუ კარგად ივაჭრე, ეგ არის პრობლემა რა. ისე როგორ ჯობია ბიზნესისთვის თავიდან როცა აი კაპიტალიც არ გაქვს დიდად აი ავდგე დავრეგისტრირდე და ასე ვთქვათ წავიყვანო ეგ ყველაფერი თუ თავიდან შემიძლია ჯერ ჩემით დავიწყო შევხედო მომწონს არ მომწონს და ეგრე გავტესტო და მე რა აზრიც ეგ არის რა ამ რეკლამას რო უშვებს თავიდან $5 ანუ უკვე გვაძლევს ანუ ის თქმა მინდა $5 თუ დახარჯავ ანუ თითქმის 100%-იანი გარანტიით შეგიძლია თქვა ეს პროდუქტი გაიყიდება თუ არა 100 ჯერ შემიძლია გავიმეორო, იმიტომ რომ მართლა ეგრე, ანუ ცვეჩ $5 შეგიძლია თქვა, შენი ბიზნესი იმუშავებს თუ არა რა. და თუ იმუშავებს, მე ხა ხო და არეგისტრირებ რა, არ არის დიდად პრობლემა რა. და ეს ეგ დერეგესთვის უნდა ემზადო რა. და აი $5-ად რო გავტესტავ რაღაცა პროდუქტს და უბრალოდ მომდის სიტყვაზე მონაწერები, რა მაინტერესებს რა ღირს და მე რეკრებიან. ეგ ნიშნავს რომ მოთხოვნა არის და რაღაცაში ავწდი თუ ცუდი პროდუქტია. თითქმის არ არის ახლა ეგრე არასდროს თუ ისე გაეშვა როგორც ნუ ამბობ ხოლმე რა მარტივი სეტაპი არის sales-ზე თუ გავუშვებ messenger-ით თუ ერთი 5 კაცმა მოიწერა პროსტა ისე რომ მოიწერონ და გაქრენ ეგრე თითქმის არასდროს არ არის ერთი 5 კაცი და ერთი 2 მაინც ყიდულობს რა. იმიტომ რომ აჩვენებს სადღაც ერთი $5 3000 ადამიანს რა და 3000 ისე რომ გახვიდე და შენი პროდუქტი აჩვენო 3000 ადამიანს ფეხით ქუჩაში რა და ერთი რავი 10-მა იყიდოს რა ანუ სტატისტიკურად საშუალოდ იყიდება 3000-დან 10 ადამიანი 10 პროდუქტი და ეს მთლიანი ბაზარი თუ არის ერთი 120,000 რა და ეს 3000 ამ ბაზრის შემადგენელი ნაწილი იქიდანაც იგივე გაიყიდება სტატისტიკურად რა просто რო არ გავართულო შევისწრებ აი მარტივად რო ახსნათ ერთი სრული ბაზარი ვისაც შეგვიძლია უჩვენოთ თუ არის 100,000 და პირველივე 3000 კაცს უჩვენა ეს რეკლამა და აქედან იყიდეს, აი რა არის იმის შანსი, რომ ზუსტად იმ ხალხისთვის ეჩვენებინა პირველ ჯერზე, რომელთაც მარტო ამათ უნდა ყიდო და ამათ მაიყიდეს და სხვა არა რა, ანუ მაგითო მინდა რომ სტატისტიკურად 95%-იანი ალბათობით მინიმუმ ეგ პროდუქტი იმუშავებს. უბრალოდ მე არის დამოკიდებული რამდენად იაფი დაგიჟდა მოწერა. ეხ კრემპოლს დაგვიჟდა 20 ცენტი უაზროდ მაგარი შედეგი არის. ერთი ჩემი სტუდენტს დაუშვდა მაგალითად 4 ცენტი მოწერა რა და ეგ საერთოდ სისულელეა და იმის თქმა მინდა რომ Facebook-ი აუთვისებელი ბაზარია, იმიტომ რომ ძირითადად განსაზღვრავს ფასს იმით, რამდენი ადამიანი ხარჯავს ფულს Facebook-ზე რა. თუ ბევრი კომპანია მაშუება ცდილობს აჩვენოს რეკლამა ერთ და იგივე აუდიენციას, ძვირდება რეკლამა ძალიან, მაგრამ აქ არავინ არ ცდილობს რომ აჩვენოს. შესაბამისად იაფია და შესაბამისად ვინც აჩვენებს რა, თითქმის მონოპოლისტი გამოდის რა და ამიტომ არის ძალიან კარგი გზა Facebook-ის და Facebook რეკლამისთვის. მაგალითად, ამერიკაში რო გაიყიდოს ერთი პირობით პაკეტი, რაღაც დანამატი, ნებისმიერ მაგალითად კრეატინის დანამატი რა. სადაც $70-მდე გინდა. და მე უბრალოდ რო გინდბირუნდება ეს მომხმარებელი და კიდე ყიდულობს, მე გადიხარ მოგებაზე რა, თავიდან ფულს კარგავ ამ რეკლამაში და ჩვენთან, ანუ იყიდება პროდუქტის სამლარად. ანუ $70, ანუ სადაც $200 რო ვთქვათ და $3 რო ვთქვათ რა, ანუ რამხელა განსხვავება 70-ჯერ უფრო მარტივი არის გაყიდვა პროდუქტის რა, მარტივად რო ვთქვათ. და აი პროდუქტის შექმნიდან მის ბოლომდე გაყიდვამდე ყველაზე ხშირად რა სირთულეს აწყდებოდი ხოლმე? წარმოებაა რა, ანუ მთავარი პრობლემა, რომ გაქვს შეკვეთები და ვერ აწვდი რა, იმაზე თუ მცირე ინვესტიციით იწყებ და ნელ-ნელა იზრდები, იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს წარმადობა მაღალი და თუ იმაზე მეტი მოთხოვნა მიიღე, რაც ნუ ყველა კომპანიის შემთხვევაში ეგრე იყო, მაშუება რა, წარმოებას გიფერხებს, შეკვეთებს ვერ აუდიხარ და გიუქმდება შეკვეთები რა, რომ ვეღარ აწვდი და აქ კომპლექსური ხან ერთი დანადგარი ფუჭდება, ხან აი რაღაც მოულოდნელი სტრანი რაღაცეები, რაც არ იცი რომ შეიძლება, არც კი იცი რომ შეიძლება მოხდეს, რაღაც ან სპეციფიკური დეტალი გაფუჭდეს, ან ტენი გადაიწვას, ან ნუ ტექნიკური რაღაცეები ძირითადად რა. და შენ ხშირად საუბრობ ხოლმე იმაზე, რომ პროდუქტის შექმნა საქართველოში წარმოება და შემდეგ. თვითონ დროპშიპინგზე რა აზრის ხარ? ну, ოკეია, просто dropshipping-იც ხო ტრენდი არის და იგივე აზრის ვარ, რაც სხვა ტრენდებზე dropshipping-ით თუ შეგიძლია რამე უნიკალური პროდუქტი იპოვა, ოკეი, მაგრამ მთელი dropshipping-ის აზრი ის არის, უაზროდ ძვირად ყიდი რა, ან დღის ბოლოს რა ერთი
და თუ ეგეთ პროდუქტი მოინახა, რაც dropshipping-ისთვის მიმზიდველია დროის საკითხია, სანამ ახალი სხვა ხალხიც მიადგება მაგ პროდუქტს და ანუ სულ ახალ-ახალი პროდუქტები უნდა ვეძიოთ და ანუ ახალ-ახალი ნიშები რა. და თუ უნიკალური არ გვაქვს არაფერი და გამორჩეული არ გვაქვს არაფერი, ეგ ვერ აუვალთ, ანუ აურიდებელია, რომ სხვა კონკურენტები შემოვიდნენ ბაზარზე და ჩვენი მოგება წაიღო რა, მოკლედ. დღესდღეობით ძალიან პოპულარულია კრიპტოვაჭრობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია აარჩიოს Sando ბირჟა. მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეპიზოდების სპონსორი საერთაშორისო კრიპტობირჟა XT, რომელიც წლებია ბაზარზეა და მილიონობით მომხმარებელი ყავს. პლატფორმა მარტივია როგორც დამწყები ტრეიდერებისთვის, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისთვის და რაც მთავარია, კომპანია Mixteam ჩემი გამოწერებისთვის გამოყოს საბონუსე სისტემა. თუ ჩემი ლინკი დარეგისტრირდებით და შეინდათ მინიმუმ $50 და ივაჭრებთ ფიუჩერებზე, შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ბონუსად სავაჭრო თანხა $40-დან $400-მდე. ბონუსის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს დეპოზიტსა და სავაჭრო მოცულობაზე. ისე ეხლა მინდა შევეხო ეგეთ საკითხს, აი ბავშვობაში ყოველთვის აი ბიზნეს ლიტერატურის კითხვა დავიწყე დაახლოებით 16 წლიდან, აი აღმოაჩინე რაღაც წიგნი ლიდერობის ხელოვნება ერქვა, წავიკითხე და იმის მერე ძალიან გამიტაცა რა. და ძალიან მოკლედ მივხვდი რომ ამ მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა მომავალშიც და მოკლედ ბევრ ლიტერატურას კითხულობდი და მან ერთხელ არ მახსოვს წავიკითხე თუ რაღაც ბიზნეს ინტერვიუს უსმენდი, მახსოვს ერთმა ადამიანმა თქვა რომ თუ გინდაო მეგობარი შეინარჩუნო, არასდროს დაიწყო მასთან ერთად ბიზნესიო და ძალიან შემეშნა მაგის და ყოველთვის თავს ვარიდებდი მაგ იმას რომ მეგობართან ერთად არ დავიწყო ბიზნესი. მერე შენი ისტორია რომ მოვისმინე რაღაც რომ დადევი რომ სნექის ამბავი, მაგან კიდე უფრო გამიმყარა ეგ ყველაფერი და შენი აზრით მეგობართან ერთად უნდა დაიწყო ბიზნესი თუ არ უნდა დაიწყო? უნდა დაიწყო რა და ბოლოს დაგრჩება ის მეგობრები, რომლებიც იცი რომ გამოგათქებიან. ამას ვამბობ, ხადრე თუ გვიან ეგეთი ადამიანი თუ ეხ ბიზნეს დაიწყებ თუ არა, სადმე მოგივათ რა, უბრალოდ ეს აჩქარებს ან კატალიზატორია თორე. ბიზნესი არ აფუჭებს, უბრალოდ აშკარავებს რა ჩემი აზრით რა. და იცი რას ვერ ხვდები, სნექის ბიზნესი ხო გქონდათ გაკეთებული, დარეგისტრირებული და მერე ცალკე კომპანია რო გაკეთდა, რანაირად მოხდა შენი ჩახსნა, რანაირად იყო ეგ მცდელობა? არა, განსაკუთრებული ის არ არის არაფერი, ძალიან სტანდარტული დრაფტია, ეგრე ხდება. ერთა იგივე ისტორია ტრიალებს რა, წავიდნენ შეფეს დარეგისტრირება, გააგრძელეს საქმიანობა, ან კანონმდებლობა. იგივე კომპანიის სახელით? არა, ახალი კომპანია, ანუ ეს ხო იყო სნექი, მათ დარეგისტრირეს სნექი პლუსი, ანუ სრუმაგიერი კომპანია, ანუ და მარტო თვითონ დარეგისტრირეს, ჩემი წილი გადაინაწილეს და ისე არაფერი არ უნდა, უბრალოდ მე შეთანხმდეთ, წახვიდეთ, დაარეგისტრიროთ შეფესე რა. და პროდუქტი იგივე სახელით გამოდის? ყველაფერი საერთოდ. ხო და ნუ დავაც მაგაზე არის მაგით აქვს დაღადაღებული ეს რა ქვია ბინები. უბრალოდ თუ ძალიან ნუანსურად არ მიუდექი და კარგი იურისტი არ იპოვე, ვინც გაყვება ბოლომდე ამ საქმეს ტექნიკურად, რაც გააკეთეს სამართლებრივად, არის სწორი თუ არა, ნუ ვერ მოედავები რა, ის გრეი ზონი არის და მაგიტომაც ხდება ესე ხშირად რა, ტექნიკურად თუ არ ჩადეფული და ენერგია და დრო და არ გადაყევის ზე ძალიან რთულია რა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში გადავყევით ზეც და ეგრე გამოვიდა. და აი რამე ხა გაქვს შემუშავებული როგორ აარჩიო ბიზნეს პარტნიორები, რამე სტრატეგია? რო ეგეთი რაღაც აღარ დაგემართოს. ხო, რავი, რაიდერიდებ ხა თავიდან მაგას ერთ-ერთი სტრატეგია ის არის, რომ რავი, ვინ სანაც მოგივიდა, გაანადგურო ის ხალხი და მე ნუ ის იქნება რა. ხო, აი, რომ მოდიოდნენ, რა ქვია, ციხის სასაღებად რომ მოდიოდნენ, თავი კონდათ ჩამოცმული რა ქვია, სარსი დაახლოებით ეგეთი ვარიანტი მაქვს და ნუ კი ბატონო შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ მე ესე მოხდება და უკვე აღარც სუღირს ალბათ, აღარც დაიწყებს ეს ადამიანი ეგეთ რაღაცას ან თავიდანვე არ შემოვა შენთან ინტერესით და რავია. შენ ხა ბიზნეს საქმეებში კარგად ხარ რაღაცებში შეხედულ და შენი აზრით ისევ არის ის ტრენდი რომ ბიზნესში ცუდი ხელი ისევ ტრიალებს, ანუ ხო არის რომ აი ადრე ბიზნესი ცუდად იმართებოდა და რაღაცა კარგი გზით ვერ მიაღწევდი წარმატებას, დღეს ფიქრობდი რომ შეიცვალა ეგ ყველაფერი და რაღაც ეგეთი მეთოდები აღარ მუშაობს. ისევ ბევრი არის ეგეთი რაღაც დარჩენილი? ნუ ეხლა ჩემი გამოცდილებით არის დარჩენილი ფაქტორი, რაც ნეკიში მოხდა რა, ანუ ეგ გონია ხალხს საქმე რა და ეს და რეალურად ანუ აბსურდი არის, იმიტომ რომ კარგი არავისთვის არის, არც კომპანიისთვის გამოვიდა კარგი რა და არც იმ ხალხისთვის, იმიტომ რომ ფული ეგრე არ
დღის ბოლოს ბიზნესი და საქმიანობა არის ნდობაზე ხო დაფუძნებული, ხა რაც არ უნდა ვთქვათ, მომხმარებელი უნდა გენდოს რფული გადაგიხადოს, ან პარტნიორებს უნდა ენდო რაღაცაკან, ყველაფერი დღის ბოლოს ხალხი ენდობა ერთმანეთს და მაგას თუ ანადგურებ რა, დღეს ოკეი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ნული შანსია რა, ეგრე რომ იმუშაო, იმიტომ რომ ამდენ ხალხს მოატყუებ რა. და ვინც მაგას აკეთებს, შეიძლება უახლოესი 1-2 წელი რამე იხეიროს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში თავის ტერია ყველა, ვინც მაგას აკეთებს. ამიტომ ისეც მარტივი არ არის საჭირო რა ეს. რატო თორე კი? დღეს რო ყველაფერს ნულიდან იწყებდე, შეცვლიდი რამე ეს როგორ წახვიდოდი რა სიზამდი? არა, ისევ ყოველ ახალ კომპანიას ნულიდან ვიწყებთ და ანუ რასაც შევცვლიდი წინაზე, იმას ვითვალისწინებ ახალზე და ესე რო თქვა, რომ იქ რამე სხვანაირად გავაკეთებდით, უკვე ტოსტიზე გავაკეთეთ ეგრევე მაგალითად რა. ბიზნეს მოდელს რაც შეეხება მაგალითად მაღაზიებში რო არ უნდა შეხვიდეთ, ჯერ ონლაინ დამკვიდრდე, იმიტომ რომ მაღაზიები ხო ფულს გიჩერებენ რა, თვენახევარი გიძვირებენ პროდუქტს. და შენ რომ მიაწოდო ონლაინ ბევრად უფრო იაფი უჯდება მომხმარებელს, უფრო უკეთეს ფასად ყიდულობს, ვიდრე მაღაზიაში რო იყიდოს. პლუს ბევრად უფრო ახალია, მაგალითად ჩვენ რო ვაგზავნით ახლა ტოსტის, ფაქტობრივად თბილი მიდის ხშირად რა მომხმარებელთან და ანუ არომატი აქვს, ფაქტობრივად ახლად დამზადებულია და მაღაზიაში რო დევს 2 კვირა, 3 კვირა, ანუ ავაფშ სხვა რამე არის რა. პლუს ხო იქ თვენახევარის ფულის გაჩერება, ან ვერ დასკეილდები ხა. 200 მაღაზიაში რო შედიხარ მაგალითად რა 200-ში უნდა შეიტანო, ანუ შენი ჯიბიდან უნდა დააფინანსო, იმიტომ რომ ფულს არ გიხდიან, გაყიდიან, კიდე უნდა შეიტანო, გაყიდიან, კიდე უნდა შეიტანო და ანუ ვერ იზრდები რა, ანუ ერთ ადგილას ბუქსაობ და მაგან შეაჩერა ძალიან სნეკი და ტოსტიზე პირიქით გავაკეთეთ, ონლაინ დამკვირდით, cash flow მოგება და brand awareness გავზარდეთ და მერე დავიწყეთ მაღაზიებში შესვლა რა, ძირითადად მაგას ვუყურებ. შენი აზრით 2026-ში რა იქნება აი ჩიტ კოდი, იცი რისი ბიზნესში წარმატების მიღწევის, იმიტომ რომ აი ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, სოციალური ქსელებიც კიდევ უფრო პოპულარულია და აი ბიზნესები ძალიან კარგად შემოვიდა, დაინტერესდნენ რა ბიზნესებიც ამ ყველაფრით და აი უამრავ ინოვაციები და საინტერესო რაღაცები შემოვიდა და შენი აზრით აი წარმატებული ბიზნესისთვის აი რა იქნება 2026-ში ტრენდი არ მინდა დავარქვე, იმიტომ რომ არ ეთანხმები ბევრი მასე, მაგრამ აი თავარი ჩიტ კოდი რა, ასე რომ ვთქვათ, წარმატებისთვის. ანუ კიდევ ერთხელ მართლა მაგას ვამბობ, ანუ უბრალოდ რომ ყველამ რო გაიგოს თავარი ჩიტ კოდი რა არის, ანუ ჩიტ კოდი აღარ გამოდის, იმიტომ რომ ყველა იყენებს და აღარ მუშაობს, ანუ პარადოქსული არის. თავარი ჩიტ კოდი ეგ არის, რომ იპოვო შენთვის უნიკალური პროდუქტი, რომელშიც კონკურენტი არ გეყოლება რა და ბაზარიზე იქნება მოთხოვნა, ბაზარი თავზე product market fit ეძახიან რა, აი კონკრეტულ მომენტში რომ ბაზარი იმ პროდუქტს ითხოვს რა, დრო არის უკვე მაგ პროდუქტის რა და მაგის გაკეთება, პროსტა რომ დაჭდე და ბრეინსტორმინგო 1-2 კვირა 100 პროდუქტი დია რომ ჩამოწერო და მე უბრალოდ რომ მიყვე და $5 ტესტო რა, ანუ უბრალოდ ის არის სტატისტიკურად შეუძლებელი არის რომ პირველ 10-ში არ გავარდეს ერთი მაინც რა და ჩიტ კოდი ეგ არის მუდმივი ტესტირება და უნიკალური პროდუქტის პოვნა, რისი ნიშაც ჯერ არ არსებობს, რისი ნიშაც შეგვიძლია შევქმნათ, გავზარდოთ და დავეპატრონოთ, ან მონოპოლისტები ვიყოთ რა. თუ ნიშა არ არსებობს და ვქმნით, გამოდის რომ თუ გადავრჩით და ვიცით რას ვაკეთებთ, გრძელვადიან პერიოდში ვიქნებით მონოპოლისტები რა და იქნება უაზროდ მომგებიანი კომპანია. და ეგ არის რა, ტრენდებს ვარიდოთ თავი და უნიკალური ნიშა მოვზებნოთ რა, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. თავი ჩვენი სერვისი იყოს ამ პროდუქტი, რაც ჩვენ ვიყენებთ რა, ჩვენი პრობლემა მოვაგვაროთ. თუ ჩვენ პრობლემას მოვაგვარებ, გარანტია შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი უნიკალური არ ვარ და მილიონი ადამიანი არის იგივე პრობლემით, რაც მე მოვიგვარე რა და მათ შევთავაზებ იგივე პრობლემის მოგვარებას, მათი ფულის სანაცვლოდ, ეგ არის და ეგ რა. მომენტი არ გქონია, რომ აი მოტივაცია დაგეკარგა უკვე ყველაფრის კეთების და ასე. მოტივაცია გეკარგება ყოველდღე, მოტივაციის იმედად ვერ იქნები რა. ახლა მოტივაცია რო დაგეკარგება, მაგის გამო არის პირობითად კბილები მაინც უნდა გაიხეხო რა. ახლა იმის მიუხედავად მოტივაცია გეკარგება თუ არ უნდა ივარჯიშე, რაღაცები არის რა, მოტივაციაზე არ არის დამოკიდებული. სამსახურში რომ მიხვიდე მოტივაცია დამეკარგაო, რავი, გეტყვიან რომ კაი, მაშინ თუ შეიძლება დატოვე და ისე სახში არ კონდეს მოტივაცია. არ აქვს მნიშვნელობა მაგას რა. დისციპლინაზე არის და არა მოტივაციაზე. მოტივაცია მოდის მიდის. და დისციპლინას როგორ ინარჩუნებ? რა არის აი ფოკუსი, რომ მე ეს უნდა გავაკეთო, აი როგორ ინარჩუნებ ხოლმე? ზოგჯერ ხო რთულია, მოტივაცია როცა არ გაქვს და აი დისციპლინაზე ხარ ორიენტირებული, აი როგორ იძლიერებ ამ დისციპლინას, აი როგორ იძლიერებ რა, ეხლა ალტერნატივა რა არის, რომ ანუ ის რო ანუ უფულოთ და სევდიანი, ანუ ეხლა რო რაღაცა მეზარება, მაგის შედეგი იმდენად ნათლად ვიცი, რომ არის
გრძელვადიან პერიოდში უბედურება, პირდაპირ გაგებით ეგრეა რა, თუ რაღაც გეზარება და არაკეთებ, გრძელვადიან პერიოდში ნელა უბედური ხდები რა და მაგიურად, ანუ იმდენად შეუსაბამო არის ცუდი ეფექტი, რაც მაგის გამო მივიღებ და ამის დისკომფორტი, რომ ხო ეხა რავი, ჯანდაბას რა, მაინც გავაკეთე. ანუ იმის მეშინია რეალურად რა და მაგითო მაიზულებს რომ ეს გავაკეთო რა. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. და ისე ეგეთ დროს სირთულებს როცა აწყდები ხოლმე და რაღაცა გააქვს რამე ფრაზა როცა სულ ახსენებს შენს თავს, აი მაგალითად ფრაზა რომელმაც თავიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე და აი ეს არის ყოველთვის იგივე what it would look like if it was easy, ან მარტივი რო იყოს როგორი იქნებოდა, ან როგორ გავაკეთებდი რა და ხშირად არის ყოველთვის ეგრე. უაზროდ ირთულებ ხოლმე რაღაც დამატებითი იდეებით ან პროცესებით რა. საქმეს და მაგ კითხვას რო სვავ, აი სუპერ მარტივი რა, შეიძლება იდიოტურად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ექსპერიმენტი, რო დაფიქრდები მაგას, 1-10 ჯერ უფრო მარტივად გაკეთების შესაძლებლობას პოულობ. მაგალითად, გირების იმაზე რა, დიზაინზე მაგალითად, უნდა თუ არა შეგნით ის მავთული აღმოჩნდა, რომ ვაფშე არ უნდა, მე კიდე რა შეიძლება გამოვაკლოთ, განსხვავებული ფიბრა ის რო გამოვაკლოთ, ანუ რაც შეიძლება რომ გამოვაკლო პროცესს დიზაინს ან არ აქვს მნიშვნელობა რაც იქნება რა ხშირ შემთხვევაში ტოვებს იდეალურ პროდუქტს რა იმის მიუხედავად რომ თავიდან სიგიჟე გეგონა რა და მაგითხვას რომ სვავ ის რაღაცეები რაც გეგონა თავიდან აუცილებელი წინაპირობა რა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება პროსტ დროს კაგარგვინებდა და ვაფშე არ იყო რა საჭირო რა და გითავისუფლებს დროს და უზარმაზარ ფულს ანუ როგორი იქნებოდა მარტივად რომ გამოდიოდეს რა იმაგას დასვა ყველა პრობლემაზე, ანუ 90% შემთხვევაში მუშაობს რა. ისე ეგ კაი რაღაცა თქვი. როცა ბიზნეს ვიწყებთ ხოლმე ან რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის აი გვინდა რომ აი იდეალური პროდუქტი შევქმნათ რა, რომ აი იდეალურად გამოიყურებოდეს. ანუ არ არის მთავარი რომ რაღაცა მაგაზე ის გამოთქმა არის, რომ თუ შენი პროდუქტის არ გწვენია რა, რომ დალანჩავ გამოდის, რომ ძალიან ზღვიან გამოვიშვი რა. წარმოდგენა არ გაქვს როგორი უნდა იყოს შენი პროდუქტი და მოხმარებლებს რა უნდათ თავდაპირველად რა და გამოდის რა შეიძლება სწრაფად გაუშვი რომ ნახო მუშაობს თუ არ მუშაობს თუ მუშაობს რა არის შეცვლილი თუ არ მუშაობს რა არის შეცვლილი რა რა შეიძლება სწრაფად ანუ ხო ეგ არის მოკლედ თუ არ გწვენია ჩვენი პროდუქტის როცა გაყიდვას ვიწყებთ გამოდის რომ ძალიან დავაგვიანეთ რა მის გაყიდვის დაწყება რა და როცა ისეთი პროდუქტი დავიწყე რომელიც აი ეპიზოდის დასაწყისში თქვით რომ ემოციურად ახლოს არის შენსთან და მერე განშორება გიჭირს ხოლმე აი ეგეთი პროდუქტი მაქვს მეც ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა და აი რადგან დიდი რესურსი უნდა და რაღაც სადი არ გამომივიდა მაგრამ მინდა რომ აი ერთ დღეს როცა აი ამას შევძლებ აი ჩემ თავში რომ მაგ დახატული რომ აი ამ წერტილს რო ვიქნები მაშინ შევძლებ რომ ეს გამოუშვა ისეთი როგორც მე მინდა და აი ერთი შიში მაქვს იმის რომ აი რო გაუშვა და შედეგი არ მქონდეს იმიტომ რომ მქონდა ერთხელ მცდელობა არ გამოვიდა და აი მეორეჯერ რომ მივალ უკვე იმ მიდგომებით რაც მაგ ეხა გათვლა და რო ვცადო და კიდე არ გამომივიდეს უნდა დავნებდე ეგეთ დროს თუ კიდე უნდა გავაგზავნო იმ პროდუქტზე ჭიდილი რომელიც ასე ვთქვათ შედეგს არ მაძლევს აუ გააჩნია ხა თუ ემოციური პროდუქტი არის და ანუ პრინციპის საკითხი გამოვიდეს თუ არა ხო თუ ეხა ფინანსური თვალსაზრისით საუბრობთ, გააჩნია რა. თუ ტრეკშენი გვაქვს იყიდება პროდუქტი, მაგრამ აი რაღაც არ ყოფნის, ანუ ეგ ასაგებია რომ მან კოპი არის დასაოპტიმიზირებელი ან ფასი ან ვიზუალი რაღაც რა, მაგრამ თუ არაფერი არ იყიდება, ნული გამოხმაურება არის მაშინ დავფიქრდები სწორად გილას ვყიდი თუ არა რა განსხვავებულ channels მაგალითად Google-ზე მოვსინჯავდი, Facebook-ზე მოვსინჯავდი, ფიზიკურ გაყიდვებს მოვსინჯავდი, არ ვიცი, კორპორატიულ სექტორში მოვსინჯავდი. თუ ყველგან არას მივიღებდი, დავფიქრდებოდი რა და გადავაფასებდი რა. თუ პრინციპულია, მაინც გავაგრძელებდი თავის თუ ეგ არის რომ ეს ჩემი side hustle იქნება ან ჰობი და ჩემი თავარ შემოსავალს ამაში მოახმარ, რავი, ეგეც ჰობია რა, თავის და რა პრობლემა არის. მაგრამ ისე თუ არ მუშაობს არც ერთგან, არც მეორეგან, არც მესამეგან, არც მეოთხეგან, ანუ შეიძლება product market fit-ი არ არის რა, 80% რაც დაემბუსტავს არ მუშაობდა, არ იყიდებოდა სარფიანად რა და უბრალოდ აღარ ვაგრძელებდი, რატომ უნდა ვეჭიდაოთ, შემიძლია სხვა პროდუქტი იგივენაირად გავუშვა და უბრალოდ ის გავყიდო და მოგება შემოიტანოს რა. ისე ვარჯიშმა შენ იმის გარდა რომ რაღაცა დაიკუნთე, უფრო ჯანმრთელი გახდი, კიდევ რა მოგცა? ჯანმრთელობის და იმის რავი მომწონს რა ანუ მომწონს რა ხა ის არ არის რა ქვია ანუ იმ დისციპლინაზე რომ ვილაპარაკეთ აი მაგის ერთ-ერთი გასაძლიერებელი არის რა თქმა უნდა უბრალოდ ეს
ისე წლები არა, ბოლო 15 წელია თითქმის ყოველდღე ვარჯიშობ და უფრო ჩვევა არის უკვე რა. და რა თქმა უნდა, იმ მომენტებში, როცა გესიკვდილება და არ გინდა წასვლა და მიდიხარ, ეგეც გიზდის მაგნების ყოფის კუნთს რა. და ეგ ვარჯიში, ცივი შხაპი, ეს პრობლემები ასე შემდეგ, რაც უფრო მეტნების ყოფას იყენებ, მით უფრო მეტი გაქვს და მეტი რა და ნუ რა თქმა უნდა, ვარჯიშნების ყოფაზე მუშაობს, რომ იმდენ დიდი ხანია ვარჯიშობ, უკვე მაგ მხრივ აღარ იმაშვები რა. ფიქრობ, მაგრამ ისე როცა კატასტროფულად ცოტა დრო მაქვს ან უძინარი რაღაც, აი 10-15 წუთი მაინც რო ჩვევა არ ჩააგდო, ეგ არის კრიტიკული რა, ნები ვარჯიში იქნება თუ საქმე თუ რამე სხვა, ან პროსტა 5 წუთიც რო იმუშაო, რა მთავარია დღე არ ჩააგდო, რომ ჩვევა გაიმყარო რა, იმიტომ რომ თუ ჩვევაში გადაიტან, მე ვაფშე არ გიწევს მაგაზე ფიქრი რა, ეხლა სავარჯიშო მაქვს თუ არ მაქვს სავარჯიშო სამუშაო, პროს ჩვევა გაქვს და ავტომატურად აკეთებ, ვაფშე არ გიწევს ნების ყოფის დახარჯვა რა. ეგრე უყურებ. ისე ბიზნესში წარმატების მისაღწევად რა, მაინტერესებს აი შენ რას აკეთებ განსხვავებულს, რასაც აი უმეტესი ადამიანი არ აკეთებს. არ ფიქრობ რა მაგდენს. ანუ მარტივად თუ მომივა იდეა ტესტავ, თუ იყიდება ვყიდი, თუ მეტი იყიდება, უფრო მეც ვყიდი. ანუ რას ანუ როგორც კი მივიღებ feedbacks, ანუ უკავშირს ბაზრისგან, მოხმარებლისგან, იმაზე მოქმედებ, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება აგრესიულად რა. იგივე რო თქვა სტუდენტები რომ აჩვენებენ თავიანთ მოძიებლებს 4 ცენტი და 20 ცენტი და ანუ რეალურად ყველაზე ის $1,000,000 მინიმუმ ბიზნესზე რა, просто ის ვერ არ არიან აგრესიულები რა და მაგას შევცვლით ხა აგრესიას დავამატებდი ამ გაყიდვების და უკეთესად ყოფნის სურვილს, არ ვიცი რა, როგორ თქვა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უფრო მეტი აგრესია რა. და ეგეთ დროს აგრეთვე პროდუქტი უფრო მთავარია ხოლმე თუ მარკეტინგი როგორ შეფუთავდა? პროდუქტი. თუ მარკეტინგი არ გივარგა? არ აქვს მარკეტინგის ნული მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს, მარკეტინგი არ არსებობს. პროდუქტი არის შენი მარკეტინგი რა, ანუ შენს პროდუქტს რო გაყიდი და მოხმარებელს მოეწონება რა, ანუ მაგას კარგი მარკეტინგი არ არსებობს. ანუ დანარჩენი არის უბრალოდ ბოლი რა, სისულელეა რა. პროდუქტი ან არის კარგი, სასარგებლო, ან არ არის. Tesla რო აიღო მარკეტინგი არ ქონდა არასდროს, Apple რო აიღო მარკეტინგი არ ქონდა არასდროს, ბოლო დროს დაიწყეს, ანუ არელევანტურია მარკეტინგი. როცა ვიწყებდით ყველა კომპანიას, Google-დან ვიწერდი სურათს, ან AI-ს რო გავაკეთებინე კრემპოლის სურათი, ან რაღაც 5 წუთში random სურათი, random copy-ით და თუ ბაზართან თავსებადი არის იმ მომენტში, არ აქვს მნიშვნელობა რა, ან ნული მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს რა. დღეს ძალიან ხშირად მსმენია ხოლმე, რომ აი იმისაც რომ წარმატებას მივაღწიო, უნდა მყავდეს მენტორი და მაგას ხშირად ითხოვენ ხოლმე და ეძებენ ბევრი ადამიანი და მაინტერესებს მენტორის ყოველს აზრი თუ აქვს შენი აზრით. მენტორი აუ ნებისმიერ პოდკასტ წიგნი მენტორი არ არის, ანუ ახლა ვიღაც ტიპი ფიზიკურად იარსებებს თუ იმის აზრს წაიკითხავენ პრობლემაზე, რაც შიც მენტორი გჭირდება, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ იმ რამეში დავფეილდით რა, მე დავიწყე 24 წლიდან რეალურად კითხვა, იმიტომ რომ მანამდე ყველაფერში დავფეილდით რა და დავიწყე კითხვა რა, თითქმის ყველაფერი რაც კი არსებობდა. აღმოჩნდა რომ ანუ ხალხს უფიქრია თურმე ამ პრობლემებზე, ბევრი ჭკვიან ტიპებს და დაუწერიათ როგორ უნდა გადაწყვიტო რა და აი ხა რას ვლაპარაკობ, ანუ არაფერი არის ჩაიმოფიქრებული, ანუ ყველაფერი არის საიდანაც აღებული, დატესტილი და უბრალოდ ვიცი რომ მუშაობს რა, იმიტომ რომ დავტესტე ფიზიკურად. ჩემი არაფერი არ მომიფიქრებია აქედან, ყველაფერი წერია სადღაც ამ პოდკასტში მოვისმინე რა და მენტორი არ არის ხალხი ახლა ვინმეს ის რომ ფიზიკურად ელაპარაკო რა მნიშვნელობა აქვს. პრობლემა რა არის იმის გარშემო Google-ობ წიგნი რა არის ან პოდკასტი რა არის, უსმენ კითხულობ ეგარი და ეგ. და რომელ წიგნს გამოარჩევდი, რომელმაც ასე ვთქვათ ძლიერი ბიძგი მოგცა ან ძლიერი ზეგავლენა იქონია, ან აი რო კითხულობდი ხდებოდა აი ის არის რაც მჭირდებაო. თუ გახსენდება. ბევრია ეგრე, მაგრამ რასაც ალბათ ყველაფერი რაშიც შედის და ანუ რაც ვინც არ უნდა იყო მაინც გაიგებს, აი გაიგებს. არაფერია basic economics ქვია რა, აი თომას სოველის ელემენტარული ეკონომიკა რა და ამაზე დაფუძნებით უბრალოდ ხვდები ხალხი როგორ რეაგირებს ფასის ზრდაზე, ფასის ცვლილებაზე, რა ინტერესები აქვს ხალხს, მასას, ბაზარს, როგორ იცვლება მოთხოვნის ზრდასთან ერთად. აი თან იმდენად მარტივი ყოველდღიური მით არის ახსნელი რა ქვია მაგალითებით, რომ ყოველთვის გასაგებია, აი მაგალითად
რა ხდება, როდესაც სახელმწიფო აწესებს ზღვარს პროდუქტის ფასზე რა. ერთ-ერთი მაგალითი რა, მაგალითად ბინების ფასი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ეს რა. ამ შემთხვევაში რა ხდება? ის ხალხი, ვინც ბინებს აშენებს, აღარ უღირთ რომ ააშენოს მეტი ბინა, აღარ უღირთ რომ ააშენონ მეტი ბინა, იმიტომ რომ ვეღარ იღებენ იმდენს რამდენი სჭირდებათ, იმიტომ რომ ხელოვნურად დაბალი არის. ეს რამოდენიმე წლის განმავლობაში იწვევს ბინების კრიზისს, იმიტომ რომ ახალი ბინები არ შენდება და იწვევს დეფიციტს რა, ანუ ამ სახლების რა, ანუ რეალურად ის კანონი, რომელიც იყო გამიზნული სახლების რაოდენობის ზრდისთვის რა, იწვევს იმას, რომ პირიქით დეფიციტს იწვევს რა გრძელვადიან პერიოდში და ეს არის უამრავ ყოფიერ ყოველდღიურ რაღაცეებზე რა და მაგას რომ ანალიზებ, უკვე ხვდები რა ხალხი ხალხს როგორ ინტერაქცია ექნება შენს პროდუქტთან ან საქმესთან რა, იმიტომ თითქმის იგივეა რა. ისე სკოლაში როგორ მოსწავლე იყავ? საშინელი. ინტერესო იყო. და მე როგორ წიგნების კითხვა გიყვარდა თავიდანვე თუ მე უბრალოდ საჭიროებამ გამოიწვია? არ მიყვარდა, მაგრამ ნუ მეტნაკლებად ხო განათლება მომცეს, ასე ვთქვათ და კითხვა რომ მე დავიწყე 24 წლის მერე, მაგრამ აღმოჩნდა რომ შემეძლო რა, იმიტომ რომ მანამდე შეჩეული ვიყავ ხა. თან ვიოლინოზე დავდიოდი თან რაღაც და ინტენსიურ განათლების რეჟიმს შეჩეული ვიყავი რა, ასე ვთქვათ. და შენი სკოლის ვერსიის თავს რას ურჩევდი? ჩემი სკოლის ვერსიის თავს ურჩევდი რომ ამდენი არ ენერგიულა ხო მაგას ურჩევდი რა ალბათ რა, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი სისულელეა, რაც ნერვიულობ და ერთ წელიწადში არელევანტური ხდება რა უმეტესი რამე, რაც ახლა გონია რომ პრობლემა არის რა. ეს ბიზნესები ხშირად აწყდებიან იმ პრობლემას, რომ უნდა სოციალურ ქსელებში გავითარება, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. როდესაც ცდილობენ ვიდეოების გადაღებას, ეს ვიდეოები ვერ აგროვებენ ბევრ ნახვებს და უამრავ პრობლემას აწყდებიან. 2018 წელს, როდესაც დავიწყე კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებში, ეს კითხვები მეც მაწუხებდა. ჩემი ვიდეოებიც აგროვებდნენ 100-დან 200 ნახვამდე. მაგრამ ამ დროის მანძილზე მივხვდი როგორ მუშაობს ალგორითმი და დღეს უკვე შევძლე 300,000 გამომწერამდე დაგროვება და ვიდეოების შექმნა, რომლებიც აგროვებენ 100,000-ობით ნახვას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემცოდნა გამიზიარებინა თქვენთვის ვიდეო გაკვეთილების სახით და შევქმნი ონლაინ კურსი. კურსი შედგება 4 მოდულისგან, სადაც გასწავლით თქვენი ტელეფონის დახმარებით როგორ შეგიძლიათ გადაიღოთ ხარისხიანი ვიდეოები, დაამონტაჟოთ მარტივად და შექმნათ ვიდეოს სტრუქტურა, რომელიც დაეხმარება ვიდეოს დააგროვოს ძალიან ბევრი ნახვა. თუ გინდა შეისწავლო ეს ყველაფერი, მაშინ დეტალებისთვის ლინკი იქნება აღწერაში. ისე მაგ სკოლის ასაკში გქონდა მცდელობები ბიზნესის დაწყების? სკოლის ასაკშისა და სხვა პერიოდი იყო მაშინ რა. ერთული იყო, უფრო მე 21 წლიდან რა. სკოლის ასაკში რა 2007 წლამდე ისეთი არ იყო მაინც და მაინც მოხდილი ციფრული სოციმედია და ასე შემდეგ, სადმე რო გაგიყიდა პროდუქტი რა. და მაშინ რაზე ფიქრობდი? კი რაღაცა იმ საქმეს დავიწყებ, მაგრამ რამე გათვლა გქონდა რომ ამ პროფესიაში მინდა ვიყო, ხა რაღაცა აკრიტული არაფერი, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც საქმეს დავიწყებდი, რომელიც ჩემი იქნებოდა და მე გავაკეთებდი, თორე ისე ახლოსაც რა უნდა ყოფილიყო, ეხლაც არ ვიცი რა უნდა იყოს, უფრო განსხვავებული რაღაცეები არის, განსხვავებულ დროს რა. და იცი რა მაინტერესებს, ეხლა რატო გეკითხე მაგას გეტყვი, ანუ რო გისმენ ძალიან კარგი ის გაქვს, რა ქვია, ვიდეოებს, ყურადღების მიქცევი, საინტერესოდ გადმოცემ იდეას და სულს გიჩენს რომ ვაუ, რაღაცა დაინტერესო სხვაც და ეგეთი საუბრის სტილი, ესეთი თავდაჯერებულობა, ყველაფერი გქონდა თავიდანვე თუ გზადაგზა გამომუშავე თუ მუშაობ მე იძენ რა ეხ ყველა ეხა ვინმე ქირურგი რო იყოს, მაგ საქმეში იქნებოდა თავდაჯერებული რა, მოჭადრაკე თავის საქმეში, უბრალოდ გამოცდილებასთან ერთად მოდის რა, ის არ არის რა ქვია. ეხლა ლაპარაკი და ასე შემდეგ უბრალოდ გიწევს რა, ან დისტრიბუტორებთან, კადრებთან, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ან გაყიდვების დროს და ეს სკილიც მაქედან შეძენილია რა, მეტნაკლებად რა. და ნული არის აქედან თან დაყოლილი რა, პირიქით. ანუ ოთახში რო შევდივდი გამარჯვებას ვერ ვამბობდი, მაგრამ ეხლა რავი, როდის არანაირად შეიცვალა, ვაფშე არ მიფიქრია მაგაზე და პროცესში. ანუ მორიდებული იყავი. ხო, მორცხვი ვარ ის ბუნებით. ესე ის აწვევი რა. საერთოდ არ გეტყობა ეხლა. ხო, მე მაგას ვამ ჩვევაში რო გადადის, ვაფშე აღარ ვფიქრობ. და ანუ არც გიმუშავე მაგაზე, უბრალოდ პრაქტიკაში დაიწყე. გაყიდვებში დავიწყე მუშაობა რა, ერთ ციფროვი კი იყო, ბელორუსული ციფრული ტექნიკის გალერეა რა და
ქონდათ ერთი 400 ლარით უფრო ძვირი იყო პირდაპირ ლეპტოპი ვიდრე გვერდზე მაღაზიაში რა. და ერთ-ერთი შანსი რომ გაგიყიდა იყო რომ არ გაგეშვა გარეთ რა, მოხმარებაში შემოვიდოდა. მიგიყიდა რა და გვასწავლეს ყველაფერი, აი რაც კი გაყიდვებს უკავშირდება ნეიროლინგვისტური პროგრამირება, მირორინგი და ტექნიკები, აი ყველაფერი რა და კადრების დენადობაც იყო ეს 1000 20 ახალი ადამიანიდან ერთი რჩებოდა მაქსიმუმ რა, აი ყოველთვე რა, იმდენად super ინტენსიური აი ფილმებში რო ბოილერ რუმი ან რაღაც ეგეთი რო ავიღოთ ან Wolf of Wall Street-ი ამას შევადარებ მარტო სიგიჟე იყო რა იმდენად გვაწვებოდნენ და ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და ეს დრაივი ქონდა რა მაგან იმ ხელა სკილი მომცა რა რომ ეს overpriced ლეპტოპები და ანუ სიგიჟე რეალურად საქართველოში მაგას ვინ აკეთებს რო ყიდით და ხედავდით რომ შეგვეძლო პირობითად ერთ 5 წუთში შეგიძლია ადამიანი დაარწმუნოს რომ 3000 ლარი მოგცეს რა შეცვალა დამოკიდებულება და რაც მუშაობდა ეს კომუნიკაციის უნარები გაიძულებს რომ უფრო განავითარო იმიტომ ხედავ რომ მომგებიანია რა და ეგ გამოცდილება რომ შეაჯამოდა ერთი მნიშვნელოვანი რჩევა ამოიღო მანდედან რა იქნებოდა ანუ უსირცხვილოდ უნდა გაყიდო იმას არ გულისხმობს სისულელები უნდა ელაპარაკო აი არ უნდა მოგერიდოს თუ რამეში დარწმუნებული ხარ რომ კარგი არის და ყიდი ანუ არანაირი მორიდება არ არის ანუ ერთ-ერთი უნდა იფიქრო იმაზე რომ ადამიანმა არ იცის რომ ეს პროდუქტი მისთვის კარგია და ჩემი ვალი არის რომ აუხსნა და დავარწმუნო და მივყიდა რომ მისთვის არის კარგი რა როჯერ არის და გაყიდვა რა ყველაფერი გაყიდვა არის პროდუქტის შენი თავის რავი იდეების ყველაფერს დღის ბოლოს მე რომ ლაპარაკობ ახლა რა რომ ვამბობ რაღაცას ანუ რეალურად ყიდი ხო ან დამეთანხმება ადამიანი ან არა თუ დამეთანხმა ანუ გავყიდებ ჭყალებში ხო და ყველაფერი გაყიდვა არის რა შენ ახლა გაყიდვების ქონდა თავიდან გამოსულ გაყიდვების მერე ეგრევე ბიზნესში წახვედი არა ბევრი სამუშაოთი 25-მდე განსხვავებულ სამსახურში ვიმუშავე თლიანობაში და ხან ტესტავდი მე ცოტა ხანი მუშაობდი ან რაღაც საქმიანობას ტესტავდი მე ცოტა ხანი მუშაობდი და ისე ერთი 25 წლიდან დავიწყე რა ესე აქტიურად რაღაც გამოვიდა იმას შემდეგ რაღაცების კითხვა დავიწყე და ანუ სერიოზულად მოვეკიდე ამას 25-26 წლიდან დაახლოებით და ინვესტიციებზე რას ფიქრობ ზოგადად რა მხრივ აი ზოგადად აი მაგათად აი აქციები, კრიპტობაზარი და ასე შემდეგ. აი ყველაფერი რომ აი ხო ამბობენ ხოლმე რომ თუ გინდა რომ ფინანსურად დამოუკიდებელი იყო და მიაღწიო წარმატებას და ასე შემდეგ აი ფინანსებს რაც ეხება სიმდიდრის მოხვეჭისთვის ინვესტიციებს ასე ვთქვათ რაღაც აი ჩემი შემოსავლის ამდენი პროცენტი გადადის ინვესტიციებში. შენ გაქვს რაღაც ესე ფინანსები და დაყოფილი რომ ამას ინვესტიციებში გაუშვებ ამას ბიზნესში ამას მე ჩემი ყველა ფინანსი მიდის ჩემს კომპანიებში რა იმიტომ რომ რატო უნდა ჩავდო ანუ არ ვიცი სხვის პროდუქცია არაფერი მის გაყიდვებზე არაფერი ანუ აქ ვიცი ყველაფერი რა ანუ რამდენ სხვიდი ვიცი რა სკილები მაქვს ვიცი ყველაფერი ჩემს ხელში არის ყველაფერს ვაინვესტირებ ჩემში რა და ეხა იგრე რომ ესე აი მაქრე არ მიფიქრია რა არ არის ჩემთვის საინტერესო ამბავის ინვესტირება იმიტომ რომ ყველაფერი რომ გაყვე return of investment-ის პერიოდზე დადის ხო ეხლა რამდენ ხანში იღებ დახარჯულ თანხას და ჩვენ იმდენად კარგად გამოგვდის ეგ აი პირობით თუ დავიწყეთ 8000 ლარით, სნეკით დავიწყეთ 600 ლარით, ტოსტი დავიწყეთ 15000 ლარით, მაგრამ უკვე ვიცოდით დანადგარები და ყველა კომპანია რავი ერთი უიში რავი 3 მილიონზე მეწყიდის, სნეკი რავი 1.5 მილიონამდე ტოსტის დაახლოებით ეგრე და return of investment-ი გამოვიდა რაღაც ისულელე რა, რავი, რამდენი შეიძლება რო თქვა 15000-ში გაიზ რაღაც და ბაზ საშუალო return-ზე 1000-ჯერ მაღალი გვაქვს აქ და ეხლა სხვას რატო უნდა ვდიო რეალურად როცა უკვე გაქვს ესეთი პროდუქტი, რომელსაც უფრო კაი შედეგები მოაქვს და პროდუქტი რა, აი ბაზარი რა, იმიტომ რომ არაქის კარაქი არ იყო, კრემპველი არ არის, მილიონი რამე არ არის რა, მილიონ რამეზე შემილია იგივე გავაკეთე მოდელი. დანადგარი ჩამოიდანე, აწარმოო იაფად გაყიდი ბევრი მალევე დაასკეილე. ანუ ეგ მოდელი თუ გვაქვს, მე ხა 100 მილიონი თუ გაქვს და 500 მილიონი, მე ოკეი, გასაგებია რომ დივერსიფიცირება გინდოდეს ანა, მაგრამ ისე არ არის ჩემთვის საინტერესო სფერო. გასაგებია და ნახე ეხა აი ესე რომ რაღაც შეჯამებასავით გამოვიდეს აი თლიანად აი ბიზნეს მოდელის რა რაც განვიხილოთ ანუ მე მინდა სიტყვას დავიწყო არ მაქვს ჯერ შემოსავალი მაქვს ეს რაღაც $5 და დავიწყე დატესტვა პროდუქტების ავარჩიე პროდუქტი რომელზეც წამოვიდა მოთხოვნა და დავიწყე მაგ პროდუქტის წარმოება ჩაუშვი შემოვიდა გაყიდვები და აი რა მომენტში უნდა მივხვდე რომ უნდა გავაფართოვო ეგ ბიზნესი ეგ ერთი და მეორე რა მომენტში უნდა მივხვდე რომ მეც ვეღარ
კაჩავს ჟარგონს ვიხმარ და უნდა შევწყვიტო და რაღაც სხვაზე გადავიდე. შეწყვიტო რა, თუ მუშაობს გაფართოვება, რავი, ბაზარი რო ავიღოთ, გიჩვენებს Facebook-ი რამდენი ადამიანი არის ამ ბაზარზე რა, რო ირჩევ ინტერესს, მაგალითად, არაქის ინტერესში არის 400,000 ადამიანი რა. ამ შემიძლია წლების განმავლობაში მინიმუმ 9 რო დავიკავო, მაგის პრეტენზია მქონდეს რა და რა პროდუქციას ბუსტავთ, ვიცით რამდენი არის, ვარეკლამით, ვიცით რამდენი არის ბაზარი რა, მაგაზე დაყრდნობით, ვიცით რამდენი უნდა ქონდეს საშუალოდ რა, შემოსავალი რა და იქამდე ბუსტავთ, სანამ მაგას არ მივახცევთ. თუ 100,000 კაციანი ბაზარია და 50,000 კაცი უნდა იყოს ჩვენი მომხმარებელი საშუალო პროდუქტს, რავი, პირობითად თუ არის 20 ლარი გამოდის რა, ამდენი გამოდის. მილიონი ლარის პროდუქტის გაყიდვა შეგვიძლია პირობითად, ხო? უახლოეს 1 წლის განმავლობაში იქნება გეგმა რა. მე აქამდე როგორ უნდა მივიდეს და თუ არ იყიდება და არ გამოდის და ვერ გავყიდეთ, დავხარჯეთ ბიუჯეტი და ასე შემდეგ, შერდებით პროსე ამის ხას ვაკეთებთ რა. დღეს ფული შოვნა მარტივია? კი. გააჩნია ხ მარტივობას, სიმარტივეზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს უბრალოდ ხალხს ეგ არის პრობლემა, ხ მარტივი რა, მარტივის ჩემი აზრით ხალხს ძალიან რთული გონია. რთული რა, აი როგორ? მაგალითად ჟდები და უყურებ, რომ არის ხალხი, ვისაც პორშეებით დადიან და არის ხალხი, ვინც ხელფასზე მუშაობენ და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ შეიძლება დააგროვო მაგდენი, რომ ერთ დღეს მანქანა იყიდო, ბიზნესი დაიწყო, ბიზნესზე ფიქრობ, რომ ნაცნობები გჭირდება, ფიქრობ, რომ კაპიტალი გჭირდება და ეგ სირთულე შენ მაგალითად ხედავ, რომ შესაძლებელია ჩაიხსნას და უფრო მარტივად დაიწყო. პორშეზე სიმართლე გითხრა, არ ფიქრი არასდროს არ არის ჩემი თემა, მაგრამ ისე ფულის შოვნა კიდევ ერთხელ მარტივი, რას ნიშნავს მარტივი და ფულის შოვნა რამდენი ფულის რა, ეხლა მარტივი, რამდენად მარტივი არის. მაგალითად, თუ პროდუქტი გვაქვს, მაგალითად, ეხლა რომ დავიწყო კრემყველის წარმოება, მარტივი იქნებოდა იმდენად, რამდენადაც შევძლებდი ამ კრემყველის წარმოებას და მიწოდებას რა. ეხლა მე რო გავხსნი წარმოებას, ჩავთვალოთ გაყიდვები პრობლემა არ არის, მოგვარებული არის როგორც Facebook-ს დანარჩენი. არის წარმოება, დაფასოება და მიწოდება რა. მე რო გავიზრდებით ბუღალტრული საკითხები და ეხლა ამ ყველაფერს რავი დავამზადებდით კრემყველს, ჩავასხავდით ქილებში, დავაეტიკეტირებდით და მივუტანდით მომხმარებლამდე. შემოგვივიდოდა ფული, ვიყიდით ინგრედიენტებს, დანარჩენს რეკლამაში ჩავაბრუნებდით, მეორე დღეს გავაკეთებდით იგივეს რა. ეს არის სირთულე. ეხლა თავისთავად შეიძლება წარმოიდგინო, რეები ჭირდება ამ ყველაფერს პროცესებს და ასე შემდეგ და მაქედან დასკვნა მიიღო, მერცით, ეს დაჭირდებოდა რა. გააკეთე პროდუქტი, ჩამოასხი, მიუტანე, ფული გამოვართვი, გააკეთე, ისევ ჩაატრიალე რეკლამა, შეგარი რა. და როცა მე პროდუქტს ვაკეთებ, ხომ ჭირდება სიტყვაზე სივრცე ადგილი ვიქირაო, ქარხანა რაღაცა, სადაც მაგ ყველაფერს გავაკეთებ. რავი, ხო ჩვენ სამზარეულოდან გავუშვით სნექი რა. სამზარეულოდან, ჩემი სახლის სამზარეულოდან ვუშვებდით. არ არის პრობლემა. მე ოიშის ფარც ვიყენებდით საწარმოოდ, დიდი სამზარეულო იყო. არ არის რა ისა რო იქირაო დანადგარები და ის ფარტი არ გჭირდება ეგრე. გასაგებია. კარგი. და ეხლა ბოლოში გავედით და მინდა შენ ასე თავარი რჩევასავით მოგცე, როგორ ასე ვთქვათ, არ გავჩერდეთ ამ გზაზე, წარმატების გზაზე და რამ თავარ ასე ვთქვათ რჩევას მოგცემდით, რომ მივახციოთ წარმატებას რა ამ ყველაფერში. თავარი რჩევა ბიზნესის წარმატების მიღწევისთვის. თავარი რჩევა, შენი მომხმარებლის გარდა არავის რო არ მოусმინო, არც შენს თავს, მათ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ პროდუქტი იყიდება რა, სხვა არაფრის ცოდნა არ გჭირდება, თუ არ იყიდება, იმ კონდიციამდე უნდა მივიყვანო, რომ გაყიდო რა და თუ პროდუქტი იყიდება, ყველა სირთულე მოგვარდება რა, რაც არ უნდა იყოს პროცესში, мотиваციის ნაკლებობა, პროცესული სირთულეები, ინვესტიციის საჭიროება, თუ პროდუქტი იყიდება, მინდა რომ ყველგან იმახსოვს, სხვა ყველაფერი მოგვარდება რა და თუ არ იყიდება, უბრალოდ დამე არის შესასვლელი ან ფასი, ან კოპი, ან ვიზუალი რაღაც რო გაიყიდოს რა. მაგრამ sales cure everything რა, ეგეთ გამოთქმა არის, რომ თუ გაყიდვები არის, პრობლემაც არ არის. მთავარი მივიდეთ გაყიდვებამდე, მერე კატასტროფულად რთული იქნება, რა თქმა უნდა, ეს პროცესებს გულისხმობ გამოწვევებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ იყიდება, ყველაფერი კარგად იქნება, გარანტირებულად რა. ეგრე არ არის, რომ დღეს რო გაიყიდოს, ხვალ გაქრეს, ეგრე არც ერთ შემთხვევაში არ მოხდარა რა. და ჩაგეკითხები, ბარემ ფასი რო ახსნე, იდეალური ფასი როგორ უნდა შევქმნა ჩემ პროდუქტისთვის?
იდეალურ ფასს ტესტავ, აი მაგალითად Facebook-ზე განსხვავებულ price point-ებს ტესტავ რა გირების შემთხვევაში 39 ლარად მაგალითად საერთოდ არ იყიდება 29 ლარად იყიდება იმდენი რომ ვერ ვამზადებთ ან ამხელა განსხვავება შეიძლება კონდეს 10 ლარს რა ლარს თუნდაც სნეკის კი არა და ტოსტის რო ტესტავდით 16-17-19 ლარზე ყოველ მომატებულ ლარზე მომხმარებლის ინტერესი იკლებს 20-30%-ით რა ანუ იღებ შენ პროდუქტს იცი თვითღირებულება რა არის განსხვავებულ price point-ებს ტესტავ და უკვე რომელ price-ets მეტი გაყიდე იმას ადარებ რა გიჩნდება და ანუ რომელიც უფრო მეტად მომგებიანი არის, იმიტომ რომ შეიძლება 20 ლარად გაყიდო 100 ერთეული და 25-ად გაყიდო 20 ერთეული რა, ანუ 5 ლარით მეტი რო გრჩება, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ არ პროპორციულად ცოტა გაიყიდე რა და მე მარჩევ რომელი აქვს შენს ყველაზე ოპტიმალური და იმას ჩააწვევი რა, ანუ ტესტავ ისევ, არ გჭირდება რომ იქიდან მოიტანო ჰაერიდან რა. გასაგებია. კარგი, მადლობა, ძალიან დიდი რომ მესტუმრე. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ უყურეთ ეპიზოდს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება იმის მოსმენა თუ ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ამ ეპიზოდიდან. მადლობა და დროებით.